ჩვენ ვესაუბრეთ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს, რომელიც საინტერესო გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის გვეუბნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში მართალია დაშიფრულია ის თუ ვინ აწერს ხელს ამ წერილს, თუმცა ჩანს, რომ ორი ხელმომწერი ჰყავს და სავარაუდოდ ის ორი პოლიციელია, რომელიც სასამართლომ ცნო დაზარალებულად მარტის მოვლენების გამო და ადვოკატი იხსენებს სასამართლო პროცესებს და ამბობს, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ცნეს დაზარალებულად, ვერ ასახელებენ თუ ვის მიერ არიან დაზარალებული და შესაბამისად ვერ ამბობენ, რომ მათ ამოიცნეს აქციის მონაწილეებს შორის ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც ისროლა მოლოტოვის კოქტეილი და შესაბამისად ეს ამ პოლიციელებს არ აქვთ ინფორმაცია, ვერც სასამართლოს უთხრეს, რომ ლაზარე გრიგორიადისია დამნაშავე. შესაბამისად ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს წერილი, რომელიც გავრცელდა პოლიციელების სახელით, ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის ერთგვარი მინიშნება თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სასამართლო პროცესი, რომ შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი ან ასეც რომ არ იყოს, ეს არის ერთგვარი ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში. ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე და ოჯახი აპირებდა, რომ დალოდებოდა სასამართლო პროცესის დასრულებას. ამის შემდგომ მიემართა პრეზიდენტისთვის, თუმცა მანამდე ერთგვარი დასწრება პოლიციელების მხრიდან მათი თქმით კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რამდენად ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება ზეწოლა მოახდინოს სალომე ზურაბიშვილზე. დაზარალებულის დადგენილება საქმეში დევს ორი პირის მითითებული გვარებით. არც ერთ დაზარალებულს, რომლებიც სასამართლოს თომაზე უკვე დაიკითხნენ, ლაზარე გრიგორიადისი პირდაპირ არ ამოუცვნიათ. კი, ადასტურებენ იმას, რომ დაზიანდნენ ზოგადად და მიიღეს ამა და ამ ხარისხის დამწრობა, თუმცა ვის მიერ დაზიანდნენ, არც ერთი დაზარალებული ამას არც და ვერც ადასტურებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არც გამამართლებელი განაჩენია ჯერ დამდგარი და არც გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი. უკვე როდესაც მიმართავ პრეზიდენტს და მიმართავ ამ ფორმით, ზეწოლის ფორმით, მათ შორის ახსენებ ძველი შეწყალების აქტების გამოცემას და შინაარს, ვინ შეიწყალა, როგორ შეიწყალა, ეს არის კანონიერი? მე მეჩნია, რომ ეს არის უკანონო. პირდაპირ ზეწოლა პირი იქნებ მართლდება და უკვე შეგაქვს, ესე იგი, ფაქტიურად განაჩენი უკვე გამოუტანა, უწყების წარმომადგენლებმა უკვე გამოუტანეს. ჩვენ ვიკავებდით თავს, რომ ქალბატონი სალომესთვის მიგვემართა, იმიტომ რომ ველოდებოდით პროცესის დასრულებას და ამათმა უკვე იციან, გესმით, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და წინასწარ მიმართეს ქალბატონ პრეზიდენტს. ქართულია ეს ბოროტების მანქანა და ძალიან მიზანმიმართულად მუშაობს ლაზარეზე. მე არავისი არ მჯერა ამათ, იმიტომ რომ ესენი არიან კრიმინალები და ესენი არიან კორუფციაში ჩაფრულების უყალა. ველოდებით სასამართლოს განაჩენს, შემდეგ მიმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და რატომღაც მიმაჩნია, რომ 21 წლის ლაზარეს ცხოვრებას არ გაუფუჭებენ და ამას გაითვალისწინებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის შინაარსი გაიზიარა მართლმა პარტიამ. დღეს ქართული ოცნების დეპუტატები ამბობდნენ, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადის შეიწყალებს, მაშინ ის ახალისებს მოქალაქეებში მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას პოლიციელების წინააღმდეგ და თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს იქნება შეცდომა და მაგალითად მიხელ სარჯველაძეს ასევე მართებულად მიაჩნია ამ პოზიციის დაფიქსირება სალომე ზურაბიშვილის მისამართით. თუმცა ამ პოზიციას რომ აფიქსირებენ მანამდე ვიდრე სასამართლო პროცესი დასრულდება, ამაში პრობლემას ხედავს ოპოზიცია, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევა და პრობლემა ასევე ისიც, რომ ამ წერილის ავტორები არიან პოლიციელები, სამართალდამცველები, რომლებმაც უპირველესად უნდა დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმპცია. ყველაზე ადრინდელი მილიცია რო იყო, მაშინაც კი ვერ ბედავდა, რომ ადამიანი, რომელიც გასამართლებული არ არის, მასზე ეთქვა, რომ და მით უმეტეს რომ ასე საჯაროდ როგორც უწყებას ვინმესთვის თავის პოზიცია გამოიხატა, რომ ესა თუ ის ადამიანი არ აქვს სახელდაგვარს ხო მნიშვნელობა არის დამნაშავე. წარმოუდგენელი რაღაცა, ანუ სასამართლოს როლი შეითავსეს. უბრალოდ გავგონერია. და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩაკეტილი, ძალადობრივი, რა თქმა უნდა, იქ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფლად და დამოუკიდებლობა და არავის არ აქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ყველა პოლიციელის აზრი. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარეს შეწყალება უნდა იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, მარტის აქციების ყველა მონაწილის აზრის გათვალისწინება, მარტივი მიზეზის გამო, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის შერჩევითი სამართლის
მსხვერპლი. ისეთი პოლიტიკური აქტებით, როგორიც არის შეწყალება, როგორიც არის ნებისმიერი მობიერი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ასოცირდებოდეს და ითარგმნებოდეს როგორც მხარდაჭერა მოლოტოვის კოქტეილების სროლის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი რამ და ეს მიუღებელი იქნება უპირველესად, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტისგან. ამიტომ და დღეს ამ პირობებში ასეთ შეწყალების გამოყენება მე პირადად მგონია რომ ეს გამოიწვევს ერთგვარად წახალისებას და მხარდაჭერას იმ საქმისა, რასაც ქვია მოლოტოვის კოქტეილის სროლა. ამ პოზიციის დაფიქსირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქნება ამ თვალსაზრისით უაღრესად დიდი შეცდომა. სალომე ზურაბიშვილის მისამართით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა წერილი, რომელსაც ორი პოლიციელი აწერს ხელს და ამ წერილის შინაარსი ეძღვნება ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხს. პოლიციელები მიმართავენ პრეზიდენტს, რომ გადაწყვეტილება არ მიიღოს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ და გაითვალისწინოს ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის, რომ ეს პოლიციელები მარტის მოვლენების დროს აქციაზე დაშავდნენ, თუმცა როგორც დაცვის მხარე გვეუბნება, დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები სასამართლოს ვერ ეუბნებიან, რომ ისინი დაზიანდნენ სწორედ ლაზარე გრიგორიადისის ქმედებების გამო. სასამართლო პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა და როგორც დაცვის მხარე გვეუბნება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე ჩვენ გავიგებთ მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს გრიგორიადისის საქმეში. თავად პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ეს არ ვიცით, რადგან სალომე ზურაბიშვილს ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი უთქვამს, რას ფიქრობს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.